ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა ფაქტობრივად აღარ აქვს და მისი მხარდაჭერა არ სურს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროსკოპის კითხვას უპასუხა. კაია კალასის თქმით, ბრიუსელი აძლიერებს მხარდაჭერას ქართველი ხალხისთვის, რათა მათ ევროპული პერსპექტივის იმედი არ დაკარგონ. კალასმა ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ხდომის დაწყებამდე გააკეთა, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა შავი ზღვის უსაფრთხოება იყო. ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის უგულვებელყოფად შეაფასეს კაია კალასის განცხადება მაკა ბოჭორაშვილმა და შალვა პაპუაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის სპიკერი თვლიან, რომ მსგავსი განცხადებებით ჩანს, რომ პატივს არ სცემენ ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებაზე ვმუშაობთ და რა თქმა უნდა შავი ზღვის აუზის ქვეყნები პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა ნამდვილად გვაქვს სირთულეები საქართველოს მთავრობასთან და არ გვაქვს მათთან კომუნიკაცია. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობას. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველ ხალხს არ დააკარგინებს ევროპის იმედს.